მოგესალმებათ შაბათის მებაღე. დღეს არის 11 ივლისი. ბაღში ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. მოვიდა დრო რომ დავტკბეთ ჩვენი ბაღით. ავიკითხოთ წიგნი. დავსხლეთ ვერანდაზე. ჰამაკში წამოვწვეთ. ვუმასპინძლოთ საყვარელ ადამიანებს. ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, დავგეგმოთ ბაღი, დავაკვირდეთ. რა ხდება, რა შეიძლება შევცვალოთ მომავალი წლისთვის. თუმცა მე ამ ვიდეოში მინდა შეგახსენოთ, რა უნდა გაკეთდეს იქიდან, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით. მაგალითად, ამ სეზონზე ბუჩქოვან მცენარეებზე, როგორიც არის ტუიები, ნაძვები, როზმარინი, თუ ლავანდამ გადაიყვავილა, იმასაც ეხება. სასურველია, რომ უკვე გავკრიჭოთ, ფორმა მივცეთ, რათა შემოდგომისთვის ახალი წამონაზარდები მოძლიერდეს და ზამთარს შეხვდეს უფრო მედგრად, არ მოეყინოთ თავები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როზმარინის ახლა გაკრეჭა, რადგან უკვე საკმაოდ წამოიზარდა და თუ გვინდა რომ არ გახევდეს პირველ რიგში, ახალი წამონაზარდები გადავკრიჭოთ. რაც წამოიზრდება წელს, მომავალ წელს გაზაფხულზე იყვავილებს. უფრო დაგვიანებით თუ გადავჭრით, შეიძლება ვერ მოასწროს იმ დონეზე მომწიფება ახალმა ყლორტმა, რომ ყვავილი გამოიღოს გაზაფხულზე. თუმცა გასვლა შეიძლება, ამინდებს გააჩნია სექტემბრის ბოლოსაც, ამ შემთხვევაში ყვავილობას არ უნდა ველოდოთ. გადავჭრათ და ფორმა მივცეთ ღვიებს, თუ ასეთი რამ გჭირდება, ფიზოკარპუსებს. არ შევეხოთ ისეთ ხემცენარეებს, რომელთა ყვავილობას ეხლა ველოდებით. მაგალითად, ირმისქა. აგრეთვე შეგვიძლია გადაყვავილებული ბუჩქმცენარეები გავსხლათ. ისეთები, როგორიც არის მაგალითად დოეცია. თუ გვინდა რომ მომავალ წლისთვის ცოტა სხვა ფორმა გქონდეს. არ შევეხოთ ჯერ ბუდლიას. კიდევ რამბლერები აუცილებლად გასხალით, მიეცით ფორმა, მოაშორეთ ყვავილედები, რათა მოასწროს გამოღება ახალი ყლორტების, რომელზეც მომავალ წელს იყვავილებს. თუ ვარდებმა დაასრულეს ყვავილობა, რათა მოვემზადოთ მეორე ყვავილობისთვის, ესენიც გადავჭრათ პირველ ყვავილედიდან, დამჭკნარი ყვავილედიდან პირველ სრულფასოვან ფოთოლთან, ანუ ერთ ფოთოლს 5 ფურცელი რომ აქვს, ხომ გახსოვთ? ამ დროს შეიძლება მსუბუქი კვება, ჯერ კიდევ შეიძლება მსუბუქი კვება მივცეთ მცენარეებს, სადღაც აგვისტოს დასაწყისი გაჩნია. მაგალითად, ჩემთან აგვისტოს შუა რიცხვებით შეიძლება, იმიტომ რომ მე ცოტა უფრო ცივ ზონაში მაქვს ბაღი. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ, როგორც გითხარით, ბალახის ნაყენს. ეს აზოტშემცველია და ეხმარება გადაკრეჭილ მცენარეებს, რომ ახალი ყლორტები გამოიღოს. ამ დროისათვის კეთდება ზაფხულის ხვლა. მე მგონი მე ყველა ამაზე თქვენ წინა ვიდეოებში მოგიყევით და მიაქციეთ ყურადღება. რწყვებს მიაქციეთ ყურადღება. ამ დროს თქვენ უმეტესობა თქვენთაგანი გადის 1 ან 2 კვირით დასასვენებლად.
მიაქციეთ ყურადღება, რომ უპატრონო დარჩენილ ბაღში ამ სიცხეების დროს იყოს თქვათ სითხის მიწოდება მცენარეებთან, განსაკუთრებით ისეთ მცენარეებთან, რომელსაც მართლა უყვარს ეს, მაგალითად ჰორტენზია. კარგად დამულჩეთ. ეს დაეხმარებათ, უწვეთოვანი არ გაქვთ. კარგად ღრმად მორწყეთ. ვერ გირჩევთ, რომ ჰორტენზიასთან რამე ვთქვათ, ესეთი პლასმასის 5-6 ლიტრიანი ქილები რომ არის ის ჩადგათ დახვრეტილი ავსოწყლით. თუმცა შეიძლება იყურეთ, გაითვალისწინოთ, რომ ფესვთა სისტემა ჰორტენზიას აქვს ზედაპირული და მისი ვარჯის პერიმეტრის იქით უნდა გააკეთოთ ეს. ხო ვიცით წყლის ბოცები რომ არის. დახვრიტეთ, ამოთხარეთ მიწა, ჩადგით, ჩაასხით შიგნით წყალი და მცენარე, როგორც კი ვთქვათ, გამოშრება მიწა, ეს დაიწყებს წყალი გაჟონვას ნიადაგში და დასოლდება ნიადაგი. ეს სხვათა შორის შეგიძლიათ ვთქვათ, ბოსტანში გამოიყენოთ ეს მეთოდი. მე მაგალითად ბაღი ისე მაქვს გაშენებული, რომ თავისუფლად შემიძლია 1 კვირა 10 დღე არავიდე გათვალისწინებული მაქვს ეს ჩემი პირობები. შესაბამისად, ქოთნებში არ მაქვს ყვავილები, რომელთაც მუდმივი მორწყვა უნდა. ჰორტენზიებიც დამულჩული მაქვს და მიწაში ნიადაგში მაქვს ჟელეს მსგავსი მასა ჩატანებული, რომელიც ერთი კარგად მორწყვის დროს იღებს სითხეს და შემდეგ გასცემს. კიდევ აბა რა გითხრათ? ეხლა არის თუ თქვათ შეამჩნიეთ, რომ რომელიმე ადგილზე რაღაც ფერი გაკლიათ, ეხლა კარგი დროა წახვიდეთ ყვავილების მაღაზიაში და შეარჩიოთ, რადგან მათ სეზონურად გამოაქვთ ის ყვავილები, რომ ყველაზე ლამაზები არიან, როცა ყვავილში არიან და თამამად შეგიძლიათ უკვე ნახოთ რა ფერია, რა ფორმის არის და მოარგოთ იმ ადგილზე, სადაც რაიმე ფერი გაკლიათ. თუმცა ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ქოთანში მცენარე გაცილებით პატარად გამოიყურება და შეამოწმეთ მაინც ზრდასრულ ასაკში რამხელაა, რომ შემდეგ პრობლემები არ შეუქმნას გვერდით მცენარეებს, აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ რა ნიადაგი სჭირდება, რა მორწყვა ჭირდება, მაგალითად თუ წყლის მოყვარულ მცენარეს ურგავ და გვერდზე გვაქვს მცენარე, მაგალითად ცედუმი, რომელსაც არ გიждდება წყალზე, ან თლად უარესი რამე ბოლქვოვანი მცენარე, აი მაგალითად შროშანი, ეგრეთ წოდებული ლილია, მას არ უყვარს ბევრი წყალი ბოლქვი შეიძლება დალპეს, ასე რომ საკითხი კარგად შეისწავლეთ. ეხლა სავარაუდოდ ცოტა ხანში ჩემთან დაიწყებენ შროშანები ყვავილობას, ნაწილი ყვავის ეგრეთ წოდებული ლილეინიკები, ალბათ ნახავთ, ნაწილი მოგვიანებით იყვავილებს. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დამისვით, სიამოვნებით გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, ჩემი ცოდნის ფარგლებში. როგორც ვიცით, გადაყვავილებულ ყვავილებს ჭრით, სადაც შეგვიძლია, თუ გვინდა, ვაცალოთ, ეგრევე არ გადავჭრათ, მომწიფდეს თესლი, შევაგროვოთ, რადგან მომავალ წელს შეგვიძლია დავთესოთ, აბსოლუტურად უფასო მასალა მივიღოთ და გავალამაზოთ ბაღი. ყოველივე ამაზე მე წინა ვიდეოებში ვისაუბრებ, გააჩვენეთ, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, აგრეთვე მივაბამ პირველ თანდართულ კომენტარშიც. იმედია, ნუსხა იმ საქმიანობის, რასაც ვაკეთებთ ივლისში, გაითვალისწინებთ, გისურვებთ ლამაზ ბაღებს, სიმშვიდეს ცხოვრებაში, წარმატებებს.
თუ მოგეწონათ ვიდეო, მომიწონეთ და აგრეთვე აქვე დაურთავ გამოწერის ინსტრუქციას თუ ჯერ კიდევ არ ხართ გამომწერი. წინ ძალიან ბევრი საინტერესო გველოდება.